მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა ჩართვისთვის. დღეს არის პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრები. ანუ საქართველოსთან ვინც არის ჩამოსული, განაწილებული ყავს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში, მე და სალომე სამუკაშვილი ვიყავით ალდეს ჯგუფში, ასევე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ესწრებოდნენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში, სოციალისტებში, იპიქში, კონსერვატორებში. საქართველოს საკითხი და ქვის წესებში, ამ ჯგუფებში ძირითადად რაც აინტერესებდათ არის ბოლო უკანასკნელ ორ კვირაში განვითარებული მოვლენები, ესე ვთქვათ, ან ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, განაცხადა ყველაფერი იციან, ყველაფერზე აქვს ინფორმაცია, ამიტომ ძირითადად ინტერესის საგანი იყო კომისია წულკიანის და იქ სხვადასხვა ადამიანების დაბარება და შემდეგ არმისვლაზე სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე საკითხი იყო ის კანონები რაც მიიღეს და რეგულაციები რომლებიც ეხება მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგაზე აინტერესებდა დეტალები. ცხადია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის რუსთაველის აქცია, აქ ყველას ეს მართლა დღეს იგივეა, შეგვიძლია და აქ ყველას ეს რედაქცია არის რაღაც თვალსაზრისით მთავარი გამოხატულება იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობა და არსებობენ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამიტომ აქციასთან დაკავშირებით კითხები და ჯარიმები და რაღაცები აინტერესებდათ როგორ მოქმედებს და ასე შემდეგ მოკეთებულად გავაგზავნოთ იმითაც საუბარი იყო იმაზე უკანასკნელი დღეებში და კვირების განმავლობაში ახალი რამ მოხდა კიდე რამდენად რეპრესიული გახდა რეჟიმი და რაში გამოიხატება ეს რეპრესიები დანარჩენი ზოგადად ქვეყანაში რა მდგომარეობა და რა ხდება და საერთოდ თანება ქვეყანა ამასთან დაკავშირებით მათ სრული ინფორმაცია აქვს ის რომ საწუნო ოცნებამ განაცხადა დასწრებაზე ითამაშა მე რამდენად და ვინასწარ გამოაცხადეს ის ფასესთან სწორედ თანამშრომლობას ამა რაღაცნაირი ის გააჩინა აქ სამართლებრივი ლიმბო გაჩნდა პატარა იმიტომ რომ ვადა ქონდა მიცემული და თუმცა ვადაში არ დანიშნავდნენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და არ გაათავისუფლდნენ პოლიტპატიმრებს ამ სესიაზე ქართული დელეგაციისთვის უნდა მოეხსნა სრულად უფლებამოსილება ის გამო რომ ქართული დელეგაცია როგორც ეგეთი აღარ არსებობს საერთოდ პროცედურულად როგორც აღიხსნეს თვითონ ამ უფლებამოსილების ცნობის საკითხის დაყენება უკვე შეუძლებელია ამიტომ რეზოლუციაში რაღაც სხვა ტიპის ტექსტი ჩაიწერება რომელიც ასახავს იმას რომ ქართული ოცნების რეჟიმს ფასში დელეგაცია არ ეყავს და არ ეყოლება ზუსტად რა ტექსტი იქნება ეხლა ამ წუთში არ ვიცით არავინ ეხლა სამწუთში იწყება მონიტორინგის კომიტეტის ხმა სადაც ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან შეგნით ამ მონიტორინგის კომიტეტიდან უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება დაახლოებით რა ვერსიები შეიძლება განიხილებოდეს გარდა ამისა საღამოს არის პოლიტიკის ჯგუფთან შეხვედრები და ცალკე გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან შეხვედრები სადაც უკვე კონკრეტულად ამ ქვეყნების მხრიდან რა ზომების მიღება არის საჭირო მაგაზე გვექნება საუბარი ხადია მასშტაბის საუბარი იქნება სანქციებთან დაკავშირებით როგორც იქ სანქციები არის ეს საკითხი რომელზეც არ არსებობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს შორის კონსენსუსი მეტწილად უნგრეთის გამო ამის გამო ეს სანქციების საკითხი არის დამოკიდებული ინდივიდუალურ ქვეყნებზე როგორც ეს ჩაიწერა საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციაში ამიტომ ჩვენ მუშაობთ ინდივიდუალურ ქვეყნებთან უბრალოდ ამ ქვეყნების დელეგაციებთან რომლებიც არის მრავალპარტიული და ხო მაგასთან დაკავშირებით რა წინსვლა გვექნება შემიძლია საუბარი დაახლოებით სამთში. კი ბატონო. ზურაბ, რამდენად რეალური შესაძლოა იყოს რომ მოხდეს ევროსაბჭოდან უშუალოდ საქართველოს გარიცხვა, რომ ესე განვითარდეს უშუალოდ პროცესები, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით უკვე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის პოლიტიკური შეფასებები, რომ ეს იქნება ალბათ ძალიან მძიმე შედეგიო, ხო? და მათ შორის საუბარია იმას, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმაც კი გამოიყენოს, რომ საქართველოს მიმართ ვიზა ლიბერალიზაცია გადაიხედოსო ესეთი მოსაზრებებით წავიკითხე მე. აი თქვენ რას ფიქრობთ? აი რამდენად შესაძლოა მართლაც ესე ცუდად თქვათ განვითარდეს მოვლენები ქართული ოცნების დამსახურებით ბუნებრივია. ნუ ამ წუთში რა დაწყობებიც აქ არის და ეხლა მივიჭეროთ უბრალოდ ხევანდელი შეხვედრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შეხვედრები გვაქვს კიდე ხვალზე და უკვე მასზე გამოდის რეზოლუცია საქართველოს საპარლამენტო სესიაზე. ამ წუთის მდგომარეობით ხა მე რა განწყობებიც ნახე, საფრთხე რომ ეხლა ევროსაბჭოს საქართველოს გარიცხოს დღეს და ხვალ არ არის, მაგრამ სასახად შემიძლია თქვა, რომ ეს არის დისკუსიის საგანი, ისე როგორც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ან საერთოდ ჩამოთვლილ, იმიტომ რომ ორი განსხვავებული რაღაცა არის, შეიძლება შეჩერება როგორც ბერკეტის გამოყენებული და მაგალითად
ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს, რომ თუ არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს ამ პირობებით მათ შორის პოლიტიკურით გათავისუფლება და შემდეგ შეჩერების მექანიზმი შეიძლება გამოიყენონ, შეიძლება უბრალოდ ჩამოგვიყვანონ და დავკარგოთ. ეს საკითხები არის განხილვის საგანი. ეხლა მე ამ წუთში ვერ ვზნობ, რომ ხვალდაზე შეიძლება ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი დადგეს, მაგრამ განხილვის საგანი არის და აქ არიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიებიდან, რომლებიც მაგას სერიოზულად განიხილავენ. მაგრამ ეხლა ამ წუთში დღეს აქ ეს დისკუსია არ არის. კი ბატონო და ზურა, ასევე მინდა გკითხოთ თქვენ ახსენეთ სწორედ ის საგამოძიებო კომისიაზე რაც ხდება, რომ ესეც იყო თქვენ, როდესაც ესაუბრებოდით ევროპელ კოლეგებს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ხო? დღეს სხვათა შორის ცოტა ხნის წინ ოქრუაშვილი იყო პროკურატურაში მისული ამ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო ბრალი წარუდგინეს და თქვენს გვარამიაც, მელიაც, მოკლედ ერთი კოალიციის სამი ლიდერი ხართ ის ადამიანები, რომლებიც ელოდებით ამ ბრალის წარდგენას. სავარაუდოდ ალბათ დიდი ალბათობით თქვენ შემთხვევაშიც იქნება აღკვეთი ღონისძიების სახით ალბათ გირაო როგორც ეს ვნახეთ ხაზარაძე ჯაფარიძის შემთხვევაში. როგორი არის თქვენი სტრატეგია ზოგადად? მესმის რომ არ თანამშრომლობთ ბუნებრივია საგამოძიებო კომისიასთან, მზად ხართ ბრალის წარდგენისთვის, მაგრამ დღის წესრიგში დადგა კითხვა, გადაიხდით თუ არა, თუ გირაო შეფარდება მოხდა ამ გირაოს? მე ხვალ ვარ დაბარებული დიდი 11 საათზე, უბრალოდ რომ დამირეკეს მითხრეს რომ 4-ში 10 საათზეო და მე ოფიციალური წეგლი გამომიგზავნეს ტელეკანის ხელმოწერის სადაც უკვე წერია რომ ხვალ 8-ში დიდი 11 საათზე ვარ დაბარებული. ცხადია მისაც არ ვაპირებ აქ სტრასბურგში ახ შემოწმული კენ დაველაპარაკები თუ რა მაინტერესებს პრობლემა არ აქვს დაველაპარაკო მაგრამ კომისიის ცხადი არ გამოცხადები არც ირიბად და არც პირდაპირ ლეგიტიმაციას არც მაგ კომისიას და არც მაგ თვითონ პარლამენტს მე არ ვიცი. დანარჩენი ვნახოთ არაფერს გადახდეს არ ვაპირებ აქ გიაოს და არც არაფერს. კი ბატონო, გასაგებია და ზურაბ ისე მინდა დავუბრუნდე სწორედ ამ ვიზა ლიბერალიზაციის და ევროსაბჭოს საკითხს. აი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე როდესაც საუბრობდით და ზოგადად ეს საკითხი ძალიან დიდი ხანია დევს განხილვის თემად და ამ თემაზეც ვიცით რომ კონსენსუსი არის საჭირო. აი როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში შეიძლება ეს სცენარი გახდეს რეალური და აი რა არ ვიცი რა წვლილი შეიძლება იყოს ამაში შეტანილი თქვენი მხრიდან, გულისხმობ პოლიტიკური პარტიების მხრიდან და ზოგადად როგორ ფიქრობთ, აი რამდენად კარგი შეიძლება ეს იყოს ქვეყნისთვის? მესმის რომ შეიძლება რაღაცა დავისაჯოთ იმ ხელისუფლების მოქმედებების გამო, რომელიც ყავს და რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყანას, მაგრამ ესეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, ხომ? ანუ მე მაინტერესებს რამეს აკეთებთ თუ არა, რომ ესეთი შედეგი არ მივიღოთ, ანუ ორი რამე, ერთი რომ განსხვავებით სანქციებისგან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას არ ჭირდება 27 ქვეყნის კონსენსუსი. 15 ქვეყანა საკმარისია დაუჭერს ხარს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთან, ჩვენ დავკარგავთ შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების საშუალებას, რაც არის თაობების მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის. კარგი ამში არაფერი არ არის. კარგი კი არ არის, ძალიან ცუდი არის. პრობლემა იმაში არის, რომ ევროკავშირი არის ერთი სტრუქტურა, სადაც ბევრი რაღაცები ქვეყნებთან ურთიერთობასთან მიმართებაში არის დამოკიდებული იმაზე, როგორ არის ამ ქვეყანაში განვითარებული დემოკრატია, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები და ამ შემდეგ. ანუ ვიზა ლიბერალიზაცია იქნება, თავისუფალი ვაჭრობა იქნება, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დადის პირობითად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხამდე. ნუ ესენი გახიან ხომ რაღაც ღირებულებების საკითხად, მოდი ესე ვთქვა, ღირებულებების საკითხად. თუ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას აქვს მსგავსი ღირებულებები ევროკავშირთან, მაგ შემთხვევაში ევროკავშირი იძლევა ხოლმე გარკვეულ ბენეფიტს და ეს არ არის საქართველოს მოქალაქეების უფლება, ეს არის გარკვეული პრივილეგია, რომელიც ევროკავშირმა მოგვანიჭა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ადგა დემოკრატიის განვითარების, ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბების და ევროინტეგრაციის გზას. ამიტომ ეხლა ისინი რასაც ხედავენ იმას, რომ საქართველო განიცდის თან სტრატეგიით განისვლის. თუმცა საქართველოში აღარ დარჩა მოგდებელი დემოკრატიის ინსტიტუტები, საქართველოში აღარ ტარდება არჩევნები, საქართველო არ არის არჩევნით დემოკრატია, ეგრეთ წოდებული. საქართველოში უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის აწამებენ ადამიანებს
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საქართველოს პოლემიკიზაცია ქვეყანაში. ამიტომაც განიხილება, რომ ეს ბენეფიტების სიკეთეები, რომელიც ევროკავშირიდან საქართველოს აქვს, ეს მარტო უიზრუნოს არ ეხება თავისუფალ ვაჭრობასაც ასევე ახსენებენ, იმიტომ რომ შეკრება გქონდეს მაგდაყოლის მიცემ თავისუფალ ვაჭრობის ევროკავშირთან, საუბარი არის იმაზე, რომ ეს რაღაცები უნდა გადაიქცეს, იმიტომ რომ საქართველოს ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს და თავის დროზე როდესაც შემოგვეცეს ევროკავშირმა მოგანიჭა. ამაზე გავლენა ოპოზიციის სამოქალაქოებს და ერთ-ერთი შეიძლება ქონდეს ეს არის ბრძოლა ქვეყნში, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ისევ ლიბერალური დემოკრატიის შენებლობის და ევროპის. თუმცა ზურა, თქვენ რამდენად იღებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ რაღაც აი ესეთი გადაწყვეტილება კი არ იქნას მიღებული, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერდეს, არამედ მიიღონ სანქციები, რომელიც პერსონალურად შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ძირს უთხრიან დემოკრატიას, ხომ? აი ამ სიტყვებს იყენებენ ყველაზე მეტად ჩვენი ევროპელი მეგობრები. აი ამისთვის რას აკეთებთ, რომ ანუ რასაც ქართული ოცნება აკეთებს ამის გამო, მაგალითად, რა ვიცი, აი ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად, შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი კობახიძემ მაგოს პასუხი ვერ იმოგზაურონ ბატონო ვერ შევიდნენ შენგენის ზონაში და მაგალითად არ დავისაჯო მე თქვენ და ის მოქალაქეები რომლებიც ვიბრძვით ამ ქვეყნის არ ვიცი დემოკრატიისთვისაც თავისუფლებისთვისაც და ასე შემდეგ. ხო აი ამ კუთხით რაიმე ტიპის ძალისხმევას იღებთ თუ არა? ჩვენ გვაქვს ბაზა იმ ადამიანების რომლებიც ჩვენი აზრით არიან ხელშემწყობი ალბათ სუდის ქართულად მაგრამ ისეთ ენეიბლერსია რომლებიც არიან რეჟიმის საყრდენები და რეჟიმის საყრდენები. ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ აწმყოების გაყალბების პროცესში, ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული სამთავრობო პროპაგანდაში, ადამიანები, რომლებიც არიან ძალოვან სტრუქტურებში და ფიზიკურად ძალადობენ ადამიანებზე, ამას აორგანიზებენ, ადამიანები, რომლებიც არიან ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი ბაზა გვაქვს, რომელსაც ჩვენ მუშაობთ და ეს ბაზა არის მუდმივად განახლებად რეჟიმში, ფაქტობრივად ყოველდღიურად ეს ადამიანები ემატება. და მათ შორის ცდილობთ შევაჯეროთ, იმიტომ რომ ესეთი ბაზები აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებს საქართველოში და ჩვენ ვაკეთებთ სამხედრო კოალიციას გულისხმობ ერთიან შეჯერებულ ბაზას, სადაც ყველა ეს ადამიანი მოდის თავზე, სადაც ჩვენ მართლმსაჯულებით მუშაობთ და უსვით მაგას, რომ სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც არიან რეჟიმის საყრდენები, მათ უნდა შეეხოს ეს სანქციები, მათ შორის იმის ახსნაც გვიწევს, რომ რაღაცა დიდი სანქციები, რომელიც გამოყენებული იქნას მიზეზში არის არაეფექტური ამ წუთის დონორებით, მაგალითად სანქციები, რომლებიც ეხება დიპლომატიურ პასპორტებს, შინაარს მოკრებულია საერთოდ ის არ გავუცემთ და პირად ნომრებზე ამ ადამიანების, იმიტომ რომ მათ აქვს ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტები და მაშინ გადაადგილდებიან ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტები. ანუ ეს საკითხები არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხები, რომელსაც გავდივართ ინდივიდუალურად სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებში. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ზურაბ ჯაფარიძე. პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.